ჩვენ დღევანდელ გადაცემას ვიწყებ ძალიან მაგარი ადგილიდან, ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი, ძალიან ბევრი მოგონება მაქვს ამ მიდამოებთან დაკავშირებული. სად ვართ ახლა? საუბარი არის არმაზის ციხეზე. უბრალოდ ციტადელზე. ციტადელზე, უკაცრავად. დღეს გავაგრძელებთ წინა გადაცემას და გვექნება საუბარი იმ ადგილებზე, რომელიც ვერ მოვასწარით 2 კვირის წინ. ახლა ვართ არმაზის ციტადელზე, იმიტომ რომ არმაზის ციხე და არმაზის ციტადელი ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთს. არმაზის ციხის ძირითადი ნაწილი იყო ქვევით, სადაც ეგრეთ წოდებული ბაგინეთს, რასაც ვეძახით, ძველი ისტორიული მცხეთის ერთ-ერთი ნაწილი, თავის ისტორიებით ამას ცოტა ქვევით მოგიყვებით. დღეს კი უშუალოდ ციტადელზე ვილაპარაკოთ. ხო, გზაზე უნდა მეთქვა, რომ ძალიან მარტივი ბილიკი არის, თუმცა არა ჩემთვის, იმიტომ რომ მე თანდაყოლილი არითმია მაქვს და ყოველ 50 მეტრში ვჩერდები და ვისვენებ, თუმცა მართლა ძალიან მარტივია და ძალიან ადვილად მოდიხართ უშუალოდ მონასტრამდე, მანქანით და შემდეგ უკვე სალაშქრო ბილიკი იწყება. არის მეორე გზა, მონასტერში სანამ გზას გააკეთებდნენ, მანამდე ამოდიოდით არმაზის წყარო რომ არის რესტორანი, იქიდან ლიანდაგები უნდა გადმოკვეთო და მოკლედ ძალიან მარტივი ბილიკია, ყველა რუკაზე არის მონიშნული. შემოვიდით უშუალოდ არმაზის ციტადელში, მას ჰქონდა სუფთა თავდაცვითი ფუნქცია, ასევე რა თქმა უნდა, სადაზვერვო ფუნქცია, რადგან აქედან ძალიან კარგად იშლება მტკვრის ხეობა, ანუ ის ძირითადი შემოსასვლელი გზა დასავლეთიდან, რომელიც მოდიოდა მცხეთაში. არმაზის ციხე შედარებით გვიან არის აშენებული ვიდრე თვით მცხეთა, აქ არის ვარაუდი, რომ ეს ციხე ჯერ კიდევ არსებობდა ანტიკურ პერიოდში, მაგრამ უშუალოდ რასაც ახლა უყურებთ, ეს ნაგებობა არის აშენებული უფრო გვიან, საუბარია მე-16-მე-17 საუკუნეზე. გარდა ამისა, აქ გადადიოდა მოკლე გზა თბილისის მიმართულებით, რადგან აქედან გადავდივარ ჩვენ თრიალეთის ქედისკენ და სხვათა შორის, ვთქვათ, დიდგორი, ვთქვათ, მთაწმინდა კიკეთი კოჯორისკენ აქედან გზა გადადის, უпростоრად ამ შემთხვევაში ვეძისისკენ, უпростоრად და შემდეგ უკვე ლისინ და ზევით, ან თბილისისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზის, ასე ვთქვათ, მოდარაჯე ციხე გახსნათ არმაზის ციხე, ციტადელი. ჩვენს ირგვლივ არის გალავანი, შემორჩენილი ნაწილები გალავნის და უშუალოდ ეს არის კოშკი და კოშკის შესასვლელთან ვართ ახლა. პირველი სართული იყო ყრუ, თვითონ კოშკი კი 3 სართულიანი ყოფილა თავიდან. არის შემორჩენილი რაღაც ნაწილი კოშკის, მაგრამ ძალიან დაზიანებულია. ნაგები არის თლილი ქვით, რომელიც აქვე მოიპოვება, ყველგან ეგ ქვა არის და რასაკვირველია, ყოველთვის იყენებენ იმ მასალას, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია იმ ადგილას. შესასვლელი არის ჩრდილოეთის მხრიდან. არის უცნაური ფორმის არის, ტრაპეციის ფორმა არის, დაახლოებით ასე ჩანდა ყოველ შემთხვევაში დრონის კადრებში. საკმაოდ კარგად არის შემონახული და ძალიან კარგი ხედები იშლება აქედან, თუმცა ეს უკვე ალექსანდრე მახსენა. ახლა განვაგრძობთ გზას, უпростоრად დაუბრუნდებით იმ გზაზე, საიდანაც ამოვედით და აუცილებლად ვესტუმრებით მონასტერს, რომელიც გზაც შეგვხვდა. როდესაც მოუყვებით ბილიკს სამანქანო გზით თუ საფეხმავლო გზით, აუცილებლად შეგვხვდება ეს მშვენიერი, უმშვენიერი სამონასტრო კომპლექსი არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც არის მოხსენიებულია, მისი აშენება დაახლოებით მე-12 საუკუნის მეორე ნახევარი
და ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო რამდენიმე წლის წინ. დღეს აღდგენილია უკვე მონასტერი, ბერებიც არიან, ასე რომ ეს თბილისიდან ძალიან ახლოს არის, მცხეთიდან სამანქანო გზა, ბეტონის გზა ამოდის ბოლომდე და ყველა მანქანა ამოვა თავისუფლად. და აქედან არმაზის ციტადელამდე ციხემდე არაფერი არაა დარჩენილი. 1 კილომეტრი დაახლოებით. რაც შეეხება ნაგებობებს, აქ არის ძირითადად მე-12 საუკუნის დარბაზული ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან მიშენებული აქვს კიდევ ერთი პატარა საყდარი. საინტერესო არქიტექტურაა, ძალიან ეტყობა რამდენიმე საუკუნის კვალი. ცალკე დგას, რა თქმა უნდა, სამრეკლო და შიგნით საინტერესოა, საკურთხეველთან და კიდევ ერთ ადგილზე არის უმცირესი ნაწილი შემორჩენილი კედლის მხატვრობის. ჯერ კიდევ 1999-2000 წლებში არ იყო ეს ეკლესია აღდგენილი და აი ჯერ კიდევ ჩანდა მხატვრობის მცირე ნაწილაკები დასავლეთ მხარეს და აღმოსავლეთ მხარეს საკურთხეველთან და დღეს ფაქტურად არაფერი აღარ არის შემორჩენილი, რადგან გასაგებია იმის გამო, რომ გადაღია იყო ეკლესია, შესაბამისად ძალიან ბევრი რამ განადგურდა. დავიძარით მონასტრიდან და ახლა მივდივართ ძალიან საინტერესო ადგილი უნდა ვნახოთ. ადგილი, რომელიც იყო არმაზის ნაწილი და იყო აღმოჩენილი ძალიან განსაკუთრებული და საინტერესო რამ. არმაზის ბილინგვა სკოლაში ყველას გექნებათ ნასწავლი, რომელიც შესრულებული იყო არამეულ და ბერძნულ ენებზე. სერაფიტას ზევახის ასული, მოგეთ ტექსტს მე წაგიკითხავთ ირინე. უფრო კარგად გამოსდის. თან გოგოს ტექსტი არა. ხო და მოგეთ ეს ადგილი ბავშვობაში სკოლის მოსწავლე როცა ვიყავი, ჩვენი სკოლის დირექტორმა, სხვადასხვა სპარტაკ ციქარიძე მე-18 სკოლის დირექტორი იყო ისტორიის მასწავლებელი და ძალიან კარგი მოგონებები მაქვს, დავყავდით ხოლმე აქ და სანამ სადაც დღეს რესტორანია, ცოტა გვერდზე, იქ იყო არქეოლოგიური გათხრების ოფისი. და სადაც ძალიან ბევრი ნივთი იყო ხელმისაწვდომი. და დღესაც ეს ნაწილი არის დაკეტილი, ყოველ შემთხვევაში ბოლო ასვაზე დაკეტილი იყო და ახლა ვეცდებით შევიდეთ, ნახოთ თუ მოახერხებთ. ძალიან საინტერესოა. თან მე არ ვარ ნამყოფი და ჩემთვის ორმაგად საინტერესო არის ეს ადგილი. ეს ადგილი, რომელიც აქვე არის მცხეთაში, აი არმაზის წყარო რომ რესტორანი შემოდე მარჯვენა მხარეს, აქ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი თელს მცხეთაში და მის შემოგარენში. აი უკვე ხვდებით, ნახეთ, აქ იყო სამარხები. აი მაშინ რომ ნახეთ, ხო გახსოვთ პირველ გადაცემაში, რაც მცხეთაზე გავაკეთეთ, ზუსტად იგივე სტილით, მაშინაც აღნიშნავთ, რომ ძალიან წააგავს არმაზის სამარხებს. აქვე იყო მთლიანად ქალაქის ნაშთები, ეს გახდათ ქალაქის უკვე გარეუბანი და საკმაოდ და იქით როცა გავალთ, ნახავთ ჩვენ ქალაქის ნაშთებს, სასახლის ნაშთებს და აბანოს ნაშთებს, რა თქმა უნდა. წავედით. აი წამოდი. აი შეხედეთ როგორი რა მაგარი რამეა. ეს არის დაახლოებით აქ ხალხი იკრძალებოდა მე ჩვენ წელთაღრიცხვ ხანდა პირველი, მეორე საუკუნეები, ვიდრე ფაქტურად ქრისტიანობის შემოღებამდე. როგორც აღნიშნე, ამ ადგილზე არის აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული წყარო საქართველოში, არმაზის ბილინგვალი ორენოვანი წარწერა, რომელიც რა თქმა უნდა ახლა არის მუზეუმში, უბრალოდ აი აქ არის აღმოჩენილი, შესაბამისად, ასე ვთქვათ, მულაჟი
არაფერი აღარ ჩანს უკვე აქ. მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა ფარსმან მეფის პიტიახშისა. მეუღლე იოდმანგანისა, იმარჯვებდა და ამრავლებდა გაკეთებულ საგმირო საქმეებს. ეზოს მოძღვარი ქსეფარნუგ მეფისა, ძე აგრიპასი ეზოს მოძღვრისა ფარსმან მეფისას ძლიამძლეველნი, რაც ფარნავაზმა ვერ დაასრულა. და ასე იყო კეთილი და ლამაზი, რომლის მსგავსი არავინ იყო სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა. რასაც ახლა აქ უყურებთ, აი ამ საგანძურს და მართლა ამის ყველა გადაცემაში იგივეს ვიძახით. აი ახლა იქითაც წავალ გასაოცარი რაღაცეებია, უბრალოდ ჭირდება რომ იყოს მოწესრიგებული. აი აქეთ წამოდი შეხედე რა მაგრად არის, ნახე სამარხი 1 და მეორე. აქ სერაფიტას სამარხის ადგილზე ვართ, აი ზუსტად ახლა ჩვენ. ნახეთ რა მაგრად და კარგად არის ეს ყველაფერი შემორჩენილი და როგორ მდგომარეობაში გვაქვს ახლა. არ და სასტუმრებისთვის და ჩვენთვისაც იქნებოდა ფანტასტიკური ამის ნახვა, როცა მცხეთაში ვართ. და ახლა წავიდეთ უკვე სადაც არის აბანოები. აი ზევით აქ არის, ნახეთ ნაშტები, იმიტომ რომ მთელი, ნახეთ როგორ იყო, იცით, დახედავთ რუკას მტკვრის გამოყოლებაზე. იყო სრულად ანუ არმაზის ნაწილი, ანუ მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბაგინეთიდან აქამდე ეწოდებოდა არმაზი. უზარმაზარი აბანო, აი ნახეთ, რამდენი მეტრი იქნება, არ ვიცი, დაახლოებით 30 მეტრზე მეტი, თავისი ცხელით, თბილი და ცივი წყლის სისტემით, როგორც გვხვდება მაშინდელ საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში, რომ წყალი ქვეშიდან ცხელდებოდა, აი აქედან ძალიან კარგად ჩანს და უკვე ის ნაწილდებოდა სხვადასხვა მიმართულებით, ჯერ იყო ცხელი, შემდეგ თბილი, შემდეგ ცივი. მოგეთ, რისი თქმა მინდა, მცხეთაში ძალიან ბევრი რამ გვაქვს და აი აქ კარგი იქნებოდა, რომ აი ეს ადგილი ქცეულიყო რაღაცნაირად აი მცხეთის ცენტრალურ მუზეუმად. არტეფაქტები, რომელიც აქ არის აღმოჩენილი, დღეს განაწილებულია სხვადასხვა მუზეუმში, მათ შორის მცხეთაში, მაგრამ აი აქ არის ტერიტორია და მე მახსოვს, რომ ჩალაგებული იყო, ახლა საერთოდ არაფერი აღარაა დარჩენილი, როგორც ანტიკური პერიოდის, ასევე შუა საუკუნეების, აი სასაფლაოებია, ქვები, ფანტასტიკური ბარელიეფებით და რა ვიცი, ეს არის მცხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და რომელიც არის ასევე ასე ვთქვათ აუთვისებელი. აი ესე შეგიძლიათ ეს შემოძრით. სხვა შორის ჩვენ სანამ შემოვიდოდით რესტორანში, შემოვედით, შეუკვეთეთ საჭმელი პარალელურად და სანამ საჭმელი გამზადება, ამასაც ვნახავთ. მოკლედ გვაქვს განძი, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ, მაგრამ თქვენ მეგობრებო, როდესაც შემოხვალთ, შეგიძლიათ დაცვას სთხოვოთ, რომელიც არის რესტორნის შემოსასვლელში, ეს რჩევა გაითვალისწინეთ სულ ყველა როგორც ტურისტში დასაქმებულებმა, ასევე ზოგადად სტუმრებმა და როცა შემოხვალთ, სთხოვეთ და ისინი აუცილებლად შემოგიშვებენ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ფაქტობრივად არაფერი არ დარჩა გასატანი, დანარჩენი არის უბრალოდ დიდი ქვები დარჩენილი, რაც არის არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ახლა გადავყურებთ ჩვენ არმაზის ნაქალაქარის ნაშთებს და მე მგონი ჩვენ მაყურებელს კითხვა გაუჩნდებოდა, თქვათ არმაზი, მცხეთა, რატომ იყო ერთი შეხედვით მატარებელმა გაიარა. მას გაიაროს. რატომ იყო ერთი შეხედვით აქეთ ამ მხარეს, ანუ მტკვრის მარჯვენა მხარე ხშირ შემთხვევაში ანტიკური პერიოდის, ანუ ქრისტიანობამდელ პერიოდი უფრო განვითარებული ჩანს, ვიდრე თქვათ მტკვრის მარცხენა სანაპირო. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ რამოდენიმე ხანს იბერიის, ანუ ქართლის სამეფოში იყო ორ მეფობა, ან ორ მართლიანობა. ორ მეფობა არ მქონდა მხოლოდ დავითულუს და დავით ნარინის პერიოდში, ჩვენ გვყავდა მცხეთელი და არმაზელი მმართველები. და მაგალითად ერთ-ერთი ცნობილია არსოკი, ანუ არზოკი და არმაზელი, რომლებიც პარალელურად მართავდნენ მტკვრის მარჯვენა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს. ეს განსაკუთრებით ჩანს იმ პერიოდში, როდესაც კავკასიაში ძლიერდება სომხეთის სამეფო, მანამდე
ირანის, შემდეგ რომით უბრალოდ ისინი, ასე ვთქვათ, ცდილობენ რომ გავლენა მოიპოვონ საქართველოს ან ქართლის სამხრეთ ტერიტორიაზე და ხშირ შემთხვევაში ქართლი იგივე გაყოფილი იყო ორი მმართველის ქვეშ. და აი მაგალითად პარალელურად მეფობდნენ ქართამი და ბარტომ მეორე, ფარსმანი და კაოსი, არსოკი ან ვარზოკი და არმაზელი, ამაზასპი და დეროკი. და ასე შემდეგ. შეიძლება მათ ზოგიერთ მათგანს, განსაკუთრებით არმაზელებს არ ქონდათ მეფის ტიტული და შეიძლება ისინი მხოლოდ პიტიახის ან ზოგადად მმართველის ტიტულს ატარებდნენ, მაგრამ ზოგადად ეს პერიოდი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არ გვაქვს კარგად შესწავლილი, არ დიდი წყაროები არ გვაქვს. ლეონტი მროველი ნამდვილად არ აღნიშნავს ამ ადგილზე, ამ პერიოდზე, რომ არსოკზე და არსოკზე და რა ქვია, არმაზელზე მართლა აქვს ლეონტი მროველის შემონახული ცნობები, ასე რომ ისე როგორც არ უნდა ვთქვათ, ქართლში ანუ იბერიაში იყო ორ მეფობა. ანუ ეხლა ვართ მარჯვენა სანაპიროზე და აი ამ საოცრებებს უცხერთ ზუსტად აი ამ აიგდე. ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილი იყო ციხე დიდი. მაგრამ სანამ მასთან მივედით, ორი ტბა გადავცურეთ, 9 გველეშაპი დავამარცხეთ და ბოლოს დედაოების წყალობით გამოვცდით უზარმაზარ ძაღლებს, ასეთი ძაღლები ცხოვრებაში არ მინახავს და მიუხედავად იმისა, არც მე, არც ალექსანდრეს არ გვეშინია ძაღლების. ამ ძაღლების ცოტა არ იყოს, ცოტა კი არა ძალიან შეგვეშინდა და უკვე დაბრუნებასაც კი ვაპირებდით მანქანაში. მაშინ, როდესაც დედაო გამოჩნდა და გვიხსნა, ასე ვთქვათ. აქვე არის ეს კოშკი. გვიანი ფეოდალური ხანით თარიღდება. ახლა ტერიტორიაზე შემორჩენილი არის მხოლოდ კოშკი, სამრეკლო და წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია. თუმცა მანამდე ბევრად დიდი ყოფილა აქაურობა. ეს ადგილი მდებარეობს სოფელ ძეგვთან, ციხედიდის ხეობაში. თავდაპირველად მროველს ჰქონდა ნახსენები სადღაც მე-4 საუკუნეში, თუმცა აქ აღმოჩენილი არტეფაქტები ცხადყოფენ იმას, რომ აქ პირველ-მეორე საუკუნეებშიც უკვე იყო აქტიური ცხოვრება. და ერთი ძალიან საინტერესო ამბავი უკავშირდება ამ ადგილს, რასაც ბატონი ალექსანდრე ესე იწევს ხელს მე რასაკვირველია, მას დავუთმობთ ასპარეს. ციხე დიდი სახელი გვეუბნება, რომ თავის დროზე ყოფილა დიდი და იყო დიდი მცხეთის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, უпростоთ არმაზის მხრიდან, ეს იყო ჩამკეტი ხეობა და აქედან იწყებოდა მცხეთა იყო სარკინეს ერთ-ერთი ნაწილი. 1561 წელს აქ მოხდა ერთ-ერთი ცნობილი ბრძოლა, ციხე-დიდის ბრძოლა, რომელიც შის მონაწილეობდა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეფე სიმონ პირველი, ანუ დელი სვიმონი, რომელსაც როგორც ოსმალები უწოდებდნენ გიჟი სვიმონი, სინამდვილეში ის სულაც არ იყო გიჟი, უბრალოდ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და ერთ-ერთი ყველაზე თავზე ხელაღებული მეფე. სიმონის დამსახურებაა ის, რომ სწორედ საქართველოს თუ შეინარჩუნა ქრისტიანობა იმ პერიოდში, ეს არის მისი უდიდესი დამსახურება. იმიტომ რომ მას მოუწია ბრძოლა როგორც ირანელების, შემდგომში უკვე ოსმალების წინააღმდეგ. 1561 წელს ძალიან საინტერესო ბრძოლა მოხდა, რომელიც უკავშირდება აღდგომას. სიმონს სურდა თბილისისკენ, ასე ვთქვათ, თბილისის მიდამოები გაიწმინდა მტრისგან და ამ დროში მან დახმარებას თხოვა კახეთის მეფე ლევანს. ლევანმა გამოუშვა თავისი ვაჟი გიორგი, რომელიც სამწუხაროდ შემდეგ დაიღუპება ბრძოლაში და აქ რა ხდება? ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე 6 აპრილს აღდგომა დღეს დამზვერავი ან მოწინავე რაზმი, რომელსაც უნდა შეეტყობინებია ქართულთა ძირითადი ლაშქრისთვის მტრის მოძრაობა, 6 აპრილს ისინი წავიდნენ მუხათგვერდში, აი თბილისის შესასვლელთან რომ არის, იქ აღდგომას წირვას დაესწრნენ. ამით ისარგებლა მტერმა და ისინი დაესხნენ მოულოდნელად სვიმონ მეფეს, სამწუხაროდ გიორგი დაიღუპა, სვიმონმა გააგრძელა ბრძოლა, მაგრამ ქართველებმა ვერ შეძლეს დამარცხება, რადგან მოულოდნელობის ეფექტმაც იმუშავა. რატომ ყვები აღდგომაზე? იმიტომ რომ სიმონი ამას შემდგომში 1599 წელს გამოიყენებს უკვე ოსმალების წინააღმდეგ გორის ციხის აღების დროს. ეგ არის და გორის ციხე ხო გაგვიგია ყველაზე გამოთქმა.
აქეთ ამ ამბიდან 38 წლის შემდეგ, როდესაც სიმონს აქვს ალყა გორის ციხეზე, სწორედ აღდგომის დღეს ის შექმნის შტაბ-ბეჭდილებას, რომ თითქოს ჯარი მიდის წირვაზე, რის გამოც ოსმალები მოდუნდებიან, ასე ვთქვათ, მოადუნებენ ყურადღებას, რითაც ისარგებლეს სიმონ მეფე და ციხეს აიღებს თითქმის ერთწლიანი ალყის შემდეგ. მოგეთ აი ესეთი ამბავი მოხდა ციხე დიდში და დღეს ეს ადგილი არ არის ცნობილი, კი არა, თითქმის არავინ არ იცის და ეს იმაში ჩანს, რომ ჩვენი აქ მონასტერში მოსვლა გაუკვირდათ ადგილობრივებს, რადგან ფაქტობრივად არავინ არ დადის და პატარა სამრეკლოა, პატარა ეკლესია, რომელიც ადგილობრივებმა გაწმინდეს და მასაც გადაფარებულია. მოგეთ, ესე ძალიან საინტერესო ადგილია მცხეთის გარშემო, მაგრამ ჯერჯერობით აქ რაღაცნაირად ვერც ტურისტ მოიყვან და ვერც ვესტუმრები თუ დედაოები არ დაგვხვდებოდა. მოვედით მცხეთაში ძალიან მარტივად მოსაგნებ ადგილზე, რომელიც სამწუხაროდ ხშირად დაკეტილია და ახლა ასე ვთქვათ მოგვიწია რაღაცა შემოერთი გზების ძიება. არა და ვიმყოფებით მთელს კავკასიაში, არა მხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში ყველაზე დიდ სამაროვანზე. ანუ სამაროვანი ეს არის იგივე პანთეონი, ან განსასვენებელი ადგილი, სასაფლაო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ხედავთ აქ ასობით სასაფლაოა, რამოდენიმე იარუსიანი და რაც საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, რომ ის მოიცავს მე-18-მე-17 საუკუნეების ჩვენ წელთაღრიცხვამდე, თითქმის მე-7-მე-8 საუკუნე ჩვენი წელთაღრიცხვით. ანუ 3800-3700 წლის წინ უკვე აქ კრძალავდნენ ხალხს და საკმაოდ შეძლებულოს. ანუ გვაქვს ბრინჯაოს ხანის ნივთები აღმოჩენილი, გვაქვს რკინის ხანის პერიოდი, გვაქვს ელინისტური ბერძნული პერიოდი და უკვე მე განვითარებული ქართლის იბერიის მცხეთის პერიოდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი მრავალფეროვნება კავკასიაში არსად არ არის. ამ სამაროვნების ტერიტორიაზე გვხვდება უკვე როგორც ალექსანდრემ აღნიშნა, ძალიან ძველი და შედარებით ახალი სამარხები. აი აქ ჩანს თეთრი ალიზის აგურისგან დამზადებული ალბათ მე-7-მე-8 საუკუნე და არის უფრო ძველი მასიური ქვებისგან, რომელიც შედგება, ესენი უფრო ძველი არის. ერთ-ერთ საფლავში არის ნაპოვნი საკმაოდ შთამბეჭდავი რამ. თავიდან დაუსაფლავებიათ 40-45 წლის ქალი, შემდეგ მოგვიანებით იყო დასაფლავებული დაახლოებით 25 წლის ახალგაზრდა ქალი. და მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა ნივთები იპოვეს ამ გათხრების შედეგად. როგორც ჩანს, ამ ნივთებიდან გამომდინარე, უნდა ყოფილიყვნენ ქართლის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები. იყო ნაპოვნი ოქროს ნივთები და ერთ-ერთ ლანგარზე ეწერა, რომ ეს იყო თირიდატის საკუთრება. ეს ყველაფერი რასაკვირველია, რაც აქ იყო ნაპოვნი, არის დაცული ეროვნულ მუზეუმში თბილისში. სამთავროს არქეოლოგიურ ველზე აღმოჩენილი არის არა მხოლოდ სასაფლაოები, უბრალოდ სამაროვანები. არამედ არის აქ, რა თქმა უნდა, დასახლების კვალიც, ძირითადად ბრინჯაოს ხანის, გვიანი და შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის და ახლა მე სადაც ვიმყოფებით, აი ეს იყო ღუმელი. ღუმელი, რომელიც რა თქმა უნდა დღეს ახლა ცოტა ცუდ მდგომარეობაშია, აღდგენილ ჩანახატს აქ ხედავთ, ანუ აქ სადაც ხდებოდა, სადღაც შეშა იქნებოდა, აქედან ხედავთ ჩვენს თუ საიდან ხდებოდა, თქვა ნაცრის გამოყრა. ანუ დღეს იგივე ტიპის ღუმელებიც არსებობს, მაგრამ საცხობს ქონდა უდიდეს მნიშვნელობა, რაც გვანიშნებს იმას, რომ აქ საკმაოდ კარგი დასახლებული პუნქტია, რადგან ასეთი საცხობი რამოდენიმე შეგვხვდა აქ და სხვათა შორის თუ აი სამაროვანი სადგომიც, ტაძარიც, აბანოც ეს პატარა დასახლებული პუნქტი იყო ძალიან პატარა და კომპაქტური, ყველაფერი იყო ერთი ხელის გაწვდენასი. და ესეთი სიმდიდრე გვაქვს, აი სულ რაღაც რამოდენიმე ასეულ მეტრში მცხეთის ცენტრიდან. მოვედით ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ადგილას, ეს არის ბებრის ციხე.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებით სწორედ ეს ადგილი იყო ჩამკეტი. იმიტომ რომ აქ ყველაზე ვიწრო არის ხეობა და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი იქნებოდა ამ ადგილის დაცვა. თუმცა პირველად ქართულ წერილობით წყაროებში ის არის ნახსენები როგორც ბელტის ციხე და არის ნახსენები ადგილი, სადაც გარდაიცვალა დემეტრე პირველი, რომელიც გადაასვენეს შემდგომ გელათში. არის კიდევ მოსაზრება, რომ ბელტის ციხე სტრაბონის გეოგრაფიკაში იყო ნახსენები როგორც სევსამორა. ის წერს, რომ სომხეთიდან შემოსასვლელ ადგილას, სადაც არაგვი და მტკვარი ერთმანეთს უერთდება, შემაღლებულ ადგილას მდებარეობდა ორი გამაგრებული ქალაქი, რომელიც ერთმანეთისგან იყო 16 სტადიონით დაშორებული. არაგვზე მდებარეობს ჰარმოზიკა, ხოლო მეორე მდინარეზე სევსამორა. ბევრის ციხე ბევრმა იცის ჩანს გზიდან, სწორედ აქ გადიოდა სამხედრო გზა, აი ეს საქართველოს სამხედრო გზა და არა გზის მტკვრის თუ არაგვის მეორე მხარეს, საიდანაც დღეს მოძრავ. ამ ადგილს აქვს რამდენიმე ლეგენდა, იმიტომ რომ ბელტის ციხე მერე ტრანსფორმირდა ბებრის ციხად. სანამ მოვიდოდით, რამდენიმე ლეგენდა გაგონილიც მქონდა, მოვიძეთ, მოკლედ რაც კი გაგვიგია ბებერზე ისტორია, ფაქტიურად ყველაფერი ესადაგება ამ ციხეს. და ამიტომ ლეგენდებში ტყუილ მართალის გარჩევას აზრი არ აქვს, უბრალოდ რამდენიმე მათგანს შეიძლება მოვყვეთ. ერთი არის ცნობილი, რომ ეს ეკუთვნოდა ერთ-ერთ ფეოდალს, მას ჰყავდა ორი შვილი, მაკრინე და რომელიც იყო ძალიან კეთილი გოგონა და მეორე იყო მამუკა, რომელიც ყოფილა ძალიან ესეთი გულქვა ადამიანი. მოკლედ გარდაიცვალა ეს კაცი და მაკრინემ და მამუკამ ჩაიბარეს სამთავროს მართვა. და ამკაც დაუწესებია დიდი გადასახადები, რამაც ძალიან შეაწუხა გლეხები და მოკლედ ერთ-ერთ სადილის დროს რაღაც საჭმელი გაუკეთებიათ, ძალიან ყვავები ჩავარდნილან ამ ქვაბში, რომელიც გადაუღია შემდეგ მომსახურე პერსონალს. მამუკა ძალიან გაბრაზებულა, გადაწყვიტა მათი დასჯა, მივარდნილა და ამ დროს ამ ქვაბიდან თურმე გველები ამოსულან შემოხვევია ამ მამუკას და აქვე ამ ციხის კოშკში მჯდარი მაკრინ, რომელიც თავის ძმას ჰყავდა გამოკეტილი, მოკლედ შეუთხოვია ღმერთისთვის, მამუკასაც უთხოვია პატიება, რომ აღარ გაიმეორებდა ძველ შეცდომებს და მოკლედ გადარჩენილა მამუკა და წლების შემდეგ, როდესაც მაკრინე გარდაიცვალა, დაახლოებით ლეგენდაში წერია რა, წავიკითხეთ 70 წლის ასაკში, მოსულა ერთი მოხუცი ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა ეს მამუკა. კიდევ არსებობს ესეთი ლეგენდა, რომ ციხის მეპატრონე ყოფილა დედი, ანუ ბებრი, რომელსაც ჰყავდა შვილი, რომელიც დაუტყოვებიათ წერს, რომელსაც ალყა ჰქონდა შემორტყმული, ან გადმოგვეციო ციხის გასაღები, ან შვილს მოკლავდა და ქალბატონს უთქვამს, დედას უთქვას, ანუ ბებერს უთქვამს, რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, მაგრამ ჩემი შვილის გულისთვის თელ ხალხს ვერ ამოვწყვეტო და მოკლედ შვილი შესწირა ფაქტურად ციხის დაცვას. კიდევ არსებობს ბებრის წყევლა მონაზონზე, რომელიც აქ ცხოვრობდა, მოკლედ ძალიან შორს წაგვიყვანს, შეგიძლიათ თქვენ დაგუგლოთ, მოიძიოთ, რამდენიმე ათეულ ვერსიას მოისმეთ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს ციხე თვისობრივად არის ფუნქციონალურად ძალიან მნიშვნელოვანი, ვინც მოხდებით, ავსებთ, ამოდით და დათქმით იმ ულამაზეს ხედებით, რომელიც გვაქვს აი ამ ლამაზი და მაგარი ციხიდან. დავასრულეთ ჩვენი დღევანდელი საინტერესო გადაცემა, ჩემი აზრით, რაც გულისხმობ, რომ მცხეთა არის უმაგრესი ადგილი, არა მხოლოდ იმ ადგილებით, რომელიც ჩვენ ვიცით და ამ ორ გადაცემას ვინც უყურებთ, გამოვყევით, გაყევით ზუსტად იმ თანმიმდევრობით, როგორც ჩვენ გაჩვენეთ ორივე გადაცემაში და დამიჯერეთ არ ინანებთ ერთი დღე ნამდვილად არ გეყოფათ ამ ყველაფრისთვის. აქ გემშვიდობებით და შემდეგი გადაცემა მიეძღვნება იმერულ ყურძენს. ოღონდ დავკრიფოთ. საქართველოში მოგზაურობა გრძელდება. ამჯერად იმერეთისკენ გავეშურებით. ვესტუმრებით სკანდეს უნიკალურ ციხეს და ძევრისის სახიზრებს.